ამ დრომდე წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩებიან ქობულეთში მიმდინარე აქციის დროს დაკავებულები პარტიზანი მებაღეები, ადგილობრივი ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ციხისძირიდან ურეკში ასწლოვანი ხეების გადატანის პროცესის შეჩერებას ითხოვენ, თუმცა მოთხოვნა გაუგებარია სამუშაოებზე დასაქმებული კომპანიისთვის, სადაც განმარტავენ, რომ სამი ხის დენდროლოგიურ სკვერში გადასატანად ოფიციალური ნებართვა გაცემულია. სიტუაცია ქობულეთში სამართალდამცველების გამოჩენის შემდეგ დაიძაბა. პოლიციამ აქციის მონაწილეებს იმ ტერიტორიის გათავისუფლება მოსთხოვა, სადაც ასწლოვანი ხეების ურეკში გადატანის სამუშაოები მიმდინარეობს. უკვე ორ კვირაზე მეტია ოპოზიცია და არასამთავრობოთა ნაწილი აპროტესტებენ ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით დენდროლოგიური პარკისთვის ხეების ციხისძირიდან შეკვეთილში გადატანას. შეხლა შემოხლის დროს სამი პარტიზანი მებაღე და საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი დააკავეს. ვერანაირად ვერ მოგვთაფლა შეიძლება ასე ვთქვას, ახალგაზრდები რომლებიც აპროტესტებდნენ. ერთი თვია ვდგავართ აქ, ხო? აქამდე სად იყავით? პატრული ციხისძირში დღეს ორჯერ გამოიძახეს. თავდაპირველად პარტიზანმა მებაღეებმა სამართალდამცველებს სამუშაოების შეჩერების უზრუნველყოფას თხოვეს. მოგვიანებით კი სამუშაოთა მწარმოებელმა კომპანიამ პოლიციელებს ტერიტორიის გათავისუფლების თხოვნით მიმართა. ჩაჭრილი ექსკავატორში და არ მოგწეს მუშაობის საშუალება. დაკავებების პირველი სერიის შემდეგ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა შემოსაზღვრული ტერიტორიის დაკავება ისევ სცადეს, რის შემდეგაც პოლიციამ საკრებულოს კიდევ ერთი ოპოზიციონერი წევრი ელგუჯა ბაგრატიონიც დააკავა. გადაიყვანეთ იქ დროზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით დაკავებულებს ბრალი პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა შეედებათ, რაც ფულა ჯარიმას ან 15 დღით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. რა დააშავა რა? პოლიციის წინააღმდეგობის კომპანიაში, რომელიც სამუშაოებს აწარმოებს, ამბობენ, რომ ხეების გადატანაზე ოფიციალური ნებართვა აქვთ და სამი ხე ურეკის დენდროლოგიური პარკისთვის შეიძინეს. ციხისძირში ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა 2 დღის წინ კარვები გაშალეს. მათ გუშინ პარტიზანი მებაღეებით შეუერთდნენ. დაკავებულები ახლა წინასწარი მოთავსების იზოლატორებში არიან.